Gida ეს ბოლოს საკრებულოსტომა და დავამშვიდობოთ ერთმანეთს. ამ დამშვიდობებით და სამყურას მადლობას გეტყვით. ანამდე ისე სიზარაცოთ ეს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე ბიუჯეტის დაზუსტება, შემოსავლების გადიდება 250,000 ლარით მიიმართება შრომის ანაზღაურების ფონდის შევსებისათვის, რომელიც გამოწვეულია თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტების შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდისათვის. გარდა ამისა, საჭირო შეიქმნა 550,000 ლარით საკომპენსაციო თანხის გათვალისწინება რეფორმასთან და ლიკვიდაციასთან დაკავშირებით 2 თვის საკომპენსაციო თანხის გასაცემად. 13-დან დღევანდელ რიცხვამდე რა ხელშეკრულებებიც დაიდო და რა ვალდებულებებიც იქნა მუნიციპალიტეტის მხრიდან აღებული, ეს განაწილდება როგორც ქალაქის, ისევე რაიონის საკრებულოზე და შესაბამისად ამ განკარგულებაში შევა დამატება, ერთი დამატება დანართის სახით ამ ხელშეკრულებების გათვალისწინებით. აი ეს არის ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულად. მიმართავ ოცნების წევრებსაც. ჩემთვის ყველანი ხართ თქვენ, ჩემთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ. განუყრელი მეგობრები. მე თქვენ ყველანი ძალიან მივახარ. მე თქვენთან გატარებულ პერიოდს, სამუშაო პერიოდს, რომელიც ძალიან კარგად მახსენდება და მაგონდება, აი ამ პერიოდისთვის ყველას გითით მადლობას. ეს იყო არაჩვეულებრივი წლები, ეს იყო არაჩვეულებრივად ძნელიც, რთულიც სამუშაო, მაგრამ ჩვენ ამას თავი გავართვით. ასეა თუ ისეა ჩვენ უკმაყოფილო ხალხი არ ყავს. ჩვენი მუშაობით მე მაყოფილი ვარ. კარგად გოჩი, ამატებები. კარგად. მე ჩემს მეგობრებთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა საკრებულოს წევრებთან. პატარა ესეთი მომენტი არის, როცა განშორების მომენტი არის, ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ იმედით, წინსვლით უსურვებ ყველას წინსვლას, წარმატებას, ბრძოლისკენ მოუწოდებ ყველას, იმიტომ რომ ჩვენ ვინც ვიყავით უმრავლესობაში და უმცირესობაში სამსაკრებულოში, ეს ეხება ნაციონალურ მოძრაობასაც და ოცნების ფრაქციასაც, ყველამ უნდა იბრძოლოს იმისთვის და ყველამ უნდა იღვაწოს იმისთვის, რომ ქვეყანას ააღწია. ჩვენი საკრებულოსთვის მიღწევა ის იყო, რომ ჩვენ იმ პროექტებს ვახორციელებდით, რასაც მშენებლობა ერქვა და განსაკუთრებულად რაც მე ვარ ბედნიერი, მე მინდა რომ ეს ყველამ კარგად მიმივხვდეს ამ იმას სიტყვებში, რომ ეს არის განსაკუთრებულად ლაზიკა და ანაკლია სიტუაცია. ეგ არის ჩემთვის ბედნიერება, რომელიც სამწუხაროდ დღეს შეჩერებულია, მაგრამ მოვა დრო, მოვა ის სიტუაცია, რომ ის მშენებლობა განახლდება. გასაკეთებელი ჩვენ ძალიან ბევრი დაგვრჩა. მოვალთ, დავბრუნდებით, ვიხდით ამისთვის და ჩვენ აუცილებლად გავაგზავნებთ იმ სიტუაციას, რაც ჰქონდა დაწყებული.